La idea un poco es hacer una muestra botánica. ჩვენი მიზანია გავაშინოთ ბაღი იმ ადგილობრივი ყვავილებით, რომლებიც ამ სანაპირო ზოლის რეგიონში იზრდება. ამ სანიმუშო ბაღის მეშვეობით უნდა ვასწავლოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ბავშვებს, თუ როგორ იცნონ ენდემური ყვავილები და როგორ მოუარონ მათ. Y a reconocer la flora nativa de este lugar. ყვავილები, გვიმრები და ტყის ბუჩქნარი. ეს არის მატანსასი, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 2 საათნახევრის სავალზე მდებარე მეთევზეთა პატარა სოფელი. ამ ადგილას ქვეყნის ფლორის ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია გვხვდება. სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდა 1800-იან წლებში სახელგანთქმული ინგლისელი ბუნებისმეტყველი ჩარლზ დარვინი კვლევებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა მის ცნობილ ევოლუციის თეორიას. This was the very coastline that სწორედ ამ სანაპიროზე დადიოდა დარვინი საუკუნეების წინ. თუმცა მატანსასის შემოგარენში გავრცელებული მცენარეები დარვინის მოგზაურობამდე დიდი ხნით ადრე ხარობდნენ იმ კლდეზე, რომელზეც დღეს იგნესია ეჩევარია მოხალისეთა ჯგუფს ასწავლის თუ როგორ აღადგინონ აქ ენდემური ბუჩქნარი. La idea un poco es ჩვენი მიზანია გავაშინოთ ბაღი იმ ადგილობრივი ყვავილებით, რომლებიც ამ სანაპირო ზოლის რეგიონში იზრდება. ამ სანიმუშო ბაღის მეშვეობით უნდა ვასწავლოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ბავშვებს, თუ როგორ იცნონ ენდემური ყვავილები და როგორ მოუარონ მათ. Para que aprendan a cuidar y a reconocer la flora nativa de este lugar. ეს სემინარი ენდემური მცენარეების გამრავლებაზე ყურადღებას ორი ფაქტორის გამო ამახვილებს. ერთია, რომ შეიქმნეს ბიოლოგიური დერეფანი მწერების, ფრინველებისა და ცხოველთა სხვა სახეობების მოზიდვის მიზნით და მეორე კი, რომ გაამაგროს სანაპირო ზოლის ნიადაგი. აქ საკუთარ სამეზობლოში მოხალისეები უკვე დიდი ხანია უვლიან და რწყავენ აქაურობას. თუმცა ჩვენ უკან არის ისეთი მცენარეებიც, რომლებიც კარგად შეეგვენ მატანსასის ძლიერ ქარსსა და მლაშე ნიადაგს. იგნესიასა და მის გუნდს შემოუერთდნენ მოხალისეები, რომლებიც კატარის მუზეუმის კულტურის წლების ინიციატივის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ისინი ხელით შრომასაც ართაკილობენ, რადგან იციან, რომ ამით კარგ საქმეს ემსახურებიან. ფიქრობ, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია აქაურებისგან. თუ კი დავაკვირდებით მათ დამოკიდებულებას მიწასთან, ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული იგრძნობა მათ საქციელში. გიჩნდება განცდა, რომ ეს ორმხრივი კავშირია და სწორედ ამ საგანძურის წაღება მინდა შინ. And that's a value I want to take back home with me. ხეების დარგვის გარდა ეს სემინარი სხვა ტიპის ხელით შრომასაც მოიცავს, რომლის დროსაც მოხალისეები მცენარეების ნაცვლად საღებავებს იყენებენ. ქუჩის შენობების მოხატვა ჩილეში თვითგამოხატვის საშუალებად 1970-იანი წლებიდან იქცა, სადაც კი ფეხს დადგამ ყველგან თვალში მოკვდება ფერადი ნახატები. დღეს კატარელი მოხალისეებიც თავიანთ ხელწერას ტოვებენ ამ კედლებზე, თუმცა ხელოვნების გარდა მათი ნახატები ცნობიერების ღრმა შრეებსაც წარმოაჩენს. ვცდილობთ ჩილეს კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტები მოვხატოთ. აქ ნახავთ ზღვის წყალმცენარეებს, აქ გავრცელებულ ცხოველებს. ასევე ვხატავთ კატარის კულტურისთვის ჩვეულ სიმბოლოებს. მაგალითად, უკვე გამოვსახეთ ორიქსი, პალმის ხე, ნავი, შევარდენი, აქლემი და სხვა სიმბოლოები. Falcon, the camel and other elements. სოჰა და მისი კოლეგები მიხვდნენ, რომ მიუხედავად კატარსა და ჩილეს შორის 1000 კილომეტრზე გადაჭიმული ოკეანისა თუ ხმელეთისა, ამ ორ ქვეყანას უფრო მეტი აერთიანებს, ვიდრე განასხვავებს. კატარში ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული სადუს ქსოვის ტექნოლოგია, რომელიც ულამაზეს ქსოვილს გვაძლევს. იგივე ქსოვილი ვნახეთ აქაც, ჩილეში, რომელიც ზუსტად გავს სადუს. მთელი მსოფლიოს ადამიანებს რაღაც მაინც აქვთ საერთო. მოდი ადამიანებმა იმას მივაქციოთ ყურადღება, რაც საერთო გვაქვს და არა იმას, რითიც განსხვავდებით. ყველა ხომ ადამიანია. სოჰას ფუნჯის თითოეული მოძრაობა მალე კულტურული კავშირის ისეთივე უკვდავ მემკვიდრეობად იქცევა, როგორიც მისი მეგობარი მოხალისეების მიერ დარგული ხეები და ბუჩქნარი, რომლებიც იმედია როგორც ცოდნის გაზიარების სიმბოლო, კვლავ იხარებენ და ფესვს გაიდგამენ. დარვინის სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობიდან თითქმის 200 წლის შემდეგ მის მიერ აღწერილი ენდემური მცენარეები ისევ ხარობენ იმ ინიციატივის წყალობით, რომელიც ველური ბუნების ბიომრავალფეროვნების აღდგენას ემსახურება. და მართალია ენდემურ ჯიშებს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ამრავლებს, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობა ცოდნის გავრცელებას მთელ მსოფლიოში ახერხებს, ერთად დარგული თუნდაც ერთი ხის სახით.